მშვიდობა ღმერთის ერო. კურთხეულებო, ჰალელუია. დიდება იესოს. რა გასა, მასე შნური რაღაც ისე. მეგონი რაღაც ჩემი კამერა ჭუჭყიანი ხო რაღაც. დიდება უფალს. მეგობრებო, ძმებო და დებო, ახლობლებო. ერთ ადგილს წავიკითხავდი, ეს მათეს სახარება ვარსები მათეს 23 თავი თუ 22 მათეს 22 თავი. იქ წერია ამისანა სიტყვები, აქ იესო ეუბნებაო მოწაფეებს და ხალხს. ფარისევლებს არა, წიგნობრებს არა, მღვდლებს არა. ელაპარაკებაო მოწაფეებს და ხალხს. მოსეს ტახტზე დაждნენო წიგნობარი და ფარისევები. რა არის მოსეს ტახტი? ეს არის რომელიც ხალხს უხელმძღვანელებს იქიდან ტრიბუნა, ჩვენებურად ტრიბუნიდან ლაპარაკობენ ესე. მოსეს ტახტზე დასხდნენო. აი ესენი. წიგნობარი და ფარისევები. და რამდენადაც მახსოვს იესო ამბობს რასაც ისინი გეუბნებიანო გააკეთეთო. იმიტომ რომ ისინი ლაპარაკობდნენ რაც დაწერილია იმას. მაგრამ მათ საქმეებს ნუ მიბაძავთო. რატომ? ისინი ლაპარაკობენ და არასრულებენო. თუ გახსოვთ ამისანა ადგილი არის სალმონში რომ რაღაც რაღაც მატარებელი გადის. ამისანა ადგილი არსებობს სალმონში ღმერთმა უთხრაო ურჯულოს. რატომ ხადაგებო ჩემს სიტყვას, რატომ მიგახსოვთ ჩემი სიტყვა პირთან? შენ ხომ გზუსტო დარიგება, ჩემს სიტყვას ლაპარაკობო და არაკეთებო. ბრუშთან გაიქცევი, ქურთან ერთად წილი გაქვს, ცოდვილებთან დადიხარო და ხადაგებელია ეს უკვე. ვინც ხადაგებელია ის, ვინც ღმერთის სიტყვას ლაპარაკობს. მაგრამ ღმერთი მას უწოდებს ურჯულოს. თუმცა წერილი იცის. კითხულობ დაჟე ზეპირად იცის. და იქ წერია ფსალმში რას ხადაგებო ჩემს სიტყვას, რატომ მიგახსოვ ჩემი სიტყვა პირთან? შენ ხომ გზულსო დარიგება, შენ ხო არ ისმენო, შენ მარტო ლაპარაკობ და იესომ თქვა იქ მათეს 22 თავში ისინი ლაპარაკობენ და არ აკეთებენ. აი რა არ უყვარს ღმერთს. როცა ჭუის სწავლება მიდის. მე იქ ამბობს იესო მათ საქმეებს ნუ მიბაძავთო, მათო უყვართო მისალმება რო ეძახიან რაბი ეს მოძღვარო პირველ ადგილებზე უყვართო სხდომა. მომზანდი ბატონო აქ დაბრძანდი, თქვენი ადგილი აგერ არის, თქვენო აღმატებულესობავ, თქვენო უწმინდესობავ, უნეტარესობავ და ღვთაებავ. მე დარადარჩე მეტი იქ უწმინდესინა უნეტარესი და ამისანა რაღაცა და მეტი ღმერთამდე ერთი ნაბიჯი უკლია. უყვართო ეს, უყვართო მისალმებანი, პირველ ადგილებზე ჯდომა, რო ეძახიან მოძღვარო, მამაო. იესომ თქვა იქ, ვაფშე არავის არ უწოდოთ მამა. ვინაიდან ერთი მამა ყავთო თქვენ ზეცაში. არავის არ უწოდოთ მოძღვარი. მე არ ვიცი რა იესო ამბობ მე სახარებთან. ჩაიხედე მათი სახარებაში 22 თავში ნახავი. თქვენ ერთი ყავთო მოძღვარი ქრისტე. და მე მოუბრუნდება და ეუბნება 7 ვაი მიუგზავნა. ვაი თქვენო. რო შემოივლიო ქვეყანას. იქადაგებთო თქვენ სწავლებას. იპოვითო ვინმე საწყალს, უბედურს. მოაქცევთო თქვენსკენ და გენის ზედ აქცევთო. ესე იგი ჯოჯოხეთის ლუკმად გახდითო ამ საწყალ ვიღაცას, ვისაც თქვენ იპოვით. ვაი თქვენო, გარედან რო ასუფთავეთო სასმის ჭურჭლებს და შიგნით დასრული არის. თქვენ ხართო, გევხართო შეთეთრებულ სამარხებს, ხო იცი სასაფლაოს ვეღებავი, ლამაზად და უბოს და შიგნით კი სავსე არის ძვლებით და
უწმინდურების სავსე, ასეთები ხართო თქვენ და რადარას ელაპარაკება იქ. მე ეუბნება იესო, ვაი თქვენო, იმიტომ რომ თუმცა იციდო წმინდა წერილი, ჯული, ღვთის კანონი, ხოზე ხართო მოსეს ტახტზე, მაგრამ თქვენ არ შედიხართო სასუფეველში და შემს ვისაც შესვლა უნდა იმას კიდევ არ უშვებთო. შლანგბაუმი გააკეთეთო მოკლედ თქვენ. თქვენ შლანგბაუმისტებო. ამიტომ დიდი რისხვა მოვაო თქვენზე. ვაი იცის რას ნიშნავს იესოს ვაი? ციტუ იესოს ვაი არის ნამდვილი ვაი. ეს არის ღმერთმა თქვა. ღმერთის ვაი წარმოიდგინეთ რა იქნება ახლა. კაცის ვაი რა არის? ქალის ვაი რა არის? ყველა ქალები რო დაასკენ წილკილს. უი. და ღმერთის ვაი რა იქნება? ეს საშინელება. ეს ყველაზე უფრო რა არის კაცის პატარებები ახლა დაიწყება. ხო და ისა უფრთხილდითო ამათ. და მე ისიც მარტო სხვებზე კი არ ლაპარაკობ, არამედ ყველაზე უპირველეს ყოვლისა ძლევოდადებო. ჩვენ უცბად ისე რას ვხედავთ? იქით სხვებს ვხედავთ. ის მართლმადიდებლები ან და ის მქადაგებლები ისინი. ისი საჭიროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჯერ ჩვენ თავს უნდა შევხედოთ ამ წერილით. ჩვენ რამე ნაბიჯი ხო არ გვაქვს, ჩვენ სხვა არ გვაქვს იქ წილი. ჩვენ ხომ ჩოხო ვიცი წმინდა წერილი, მაგრამ მორწმუნეებზე ლაპარაკობ. მე უსვად სხვებზე და ფარისევლებზე და მწიგნობრებზე კი არ გადავიტანო უნდა ყურადღება და არც მღვდლებზე და მამავეებზე. უპირველეს ყოვლისა ჩემ თავზე უნდა გადავიტანო. იმიტომ ვინაიდან ღმერთს ეს ზულს, ასმედა კაცი სათხო. ღმერთს ეს ზულს, ღმერთს ეს პრატივნია ღმერთისთვის, ისაზაგლია ღმერთისთვის, როცა თურმე კაცი რომელმაც იცის ღვთის სიტყვა მაშინ მოსერჯული იყო, მოსერჯულში ხო ცხოვრობდა, ასე უნდა ესხოვრა იესოს. მაგრამ ახალ აღთქმაში პავლე ხო ამბობს ცრუ ძმები, ცრუ მქადაგებლები. აი ასე. რატომ ცრუ? იმიტომ რომ იესოს სიტყვებიდან გამომდინარე თურმე არასწორია ღმერთს არ უყვარს, როცა მორწმუნე კაცი ლაპარაკობს და თვითონ არიცავს. იგივე კატეგორიაში ხდება ის. მე ვარ, შენ ხარ, ვინც არის. თუ მე როგორ ვთქვა? ლაპარაკობდა, ეს ჩემთვის არის უცხო სუნელი. შორს სადღაც. მაგრამ გულს ვიმაგრებ, რომ აი მე ხალხს დაგლაპარაკები ღმერთის სიტყვაზე. მაგრამ ღმერთი ასე არ უყურებს. ღმერთი ამით ბლადს არ მოგცემს. აი შეყოჩახ, თუმცა უჯულო ხარ, მაგრამ მაინც ჩემს სიტყვას ხადაგებ. უპირველეს ყოვლისა და საჭიროა ის არის, რომ ჩვენ ნახოთ, რომ ასეთი მანიოვრები ღმერთთან არ გასჭრის. ღმერთის სიტყვა ფსალმუნები დღესაც ძალაშია. ღმერთმა უთხრა უჯულოს, რას გადაგებ ჩემს სიტყვას და რატომ მიგაქვსო პირთან ჩემი კანონები. შენ ხომ არ გიყვარსო დარიგება. ურწმუნება უჯულებთან გაქვსო წილი, იმათა გაიქცევი. შენი